სამის მუნიციპალიტეტში განთავსდა სლოვაკეთის მთავრობის ხარდაჭერით 51 ურნა და თხოვნა გვაქვს მოსახლეობისადმი, რომ ამ ურნაში განათავსონ მხოლოდ პლასტიკის ბოთლები. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის ნარჩენი და ჩავაბრუნოთ უკან ეკონომიკაში და გავხარდოთ ახალ რესურსად, იმიტომ რომ ამ გზით იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები და ასევე ხელს უწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან. ხაშურის მუნიციპალიტეტში დაიწყო პირველი ეტაპი მყარი ნარჩენების სეპარირების. ხაშურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ჩვენ უცხოელ კოლეგებს. ამისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ დაბინძურდება გარემო, შეიქმნება კიდევ ახალი დამატებით შემოსავალი მუნიციპალიტეტისთვის. სლოვაკეთის მთავრობის დაფინანსებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო მონაწილეობა, რომ დახმარებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში, კერძოდ ნარჩენების სეპარაციაში. პროექტის ფარგლებში სლოვაკეთის მთავრობის ხელშეწყობით შეძენილი იქნა პლასტიკური ბოთლებისათვის კონტეინერები, რომელიც განთავსდა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს სეპარაციაში.